პოზიცია გვაპირდაპირ ეთერშია და დღეს გთავაზობთ რამდენიმე პოლიტიკოსისა და ასევე ხელოვანების პოზიციებს კვირის და ბოლო დღეების მთავარ თემებზე. ხელისუფლებიდან წასული მეორე პირი, რომელიც ქვეყნის სათავეში დაბრუნებას პირველ პირად აპირებს. ჯერ უნდა პრეზიდენტი გადავაყენოს. სპიკერი, რომელიც ერთი წლის წინ ოპოზიციის ულტიმატუმების მთავარი ადრესატი იყო, ახლა თავად უყენებს პირობებს ხელისუფლებას. 9 აპრილამდე უნდა გადადგეს და უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. საპრეზიდენტო კანდიდატები უკვე სახელდება, რამდენად მისაღებია ოპოზიციონერი ბურჯანაძე დანარჩენი ოპოზიციისთვის. სასაცილოდ მიმაჩნია, რომ 9 აპრილს საპროტესტო აქციას ნიშნავდეს ნინო ბურჯანაძე. სადაც იქნება ბურჯანაძე, მე ასეთ მიტინგზე ნამდვილად არ მივალ. როდესაც ასეთი ბრალდებებით გამოდიხარ, რაც ჩვენ ახლა აქ მოვისმენთ, რომ თურმე რეფერენდუმი არის ხელისუფლების პროექტი, პასუხისგებლობა უნდა აიღო და კითხვებზე პასუხისგაცემა უნდა შეგეძლო. ოპოზიციის სტუდიაში გამოთქმული ბრალდებები და ბურჯანაძის პასუხები პირდაპირ ეთერში. პოზიციაში დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. კიტოვანი თბილისში, რატომ ჩამოდის 9 აპრილს გვარდიის ყოფილი სარდალი საქართველოში? რას თulis ხელისუფლების მთავარ შეცდომად თენგიზ კიტოვანი და როგორ უყურებს თბილისის ომის მთავარი გმირი დღევანდელ მოვლენებს? შეიძლება მოხდეს ყველაფერი. კიტოვანის ბიჭები დადგებია იმ ხარეს, სადაც იქნება სიმართლე. აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას კიტოვანი? თუ არ ვიქნებოდი პოლიტიკაში, არავინ არ დამიძახებდა მე. მოსკოვიდან გვარდიის ყოფილი სარდლის პირდაპირი ჩართვა თენგიზ კიტოვანი პოზიციაში. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გადაცემის პირველი სტუმარი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც დღეს პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს და ყოფილი ოპონენტების გვერდით აქციაზე დგება. ნინო ბურჯანაძე ჩვენი სტუმარია, საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის. და ქალბატონო, დავიწყოთ იმით, რომ თქვენ იყავით ქვეყნის მეორე პირი ბოლო 6 წელი, ორჯერ პრეზიდენტობის მოვალეობასაც ასრულებდით. დღეს ხართ ოპოზიციაში, სადაც ლიდერების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან. რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში? იცით, მე არ ამგონია, რომ დღეს საქართველოში იმის დრო იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის და მით უმეტეს პოლიტიკოსისათვის იფიქროს, სად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. მე კომფორტულად არც ხელისუფლებაში არ ვგრძნობდი თავს და უფრო მეტად არ ვგრძნობდი კომფორტულად ხელისუფლებაში თავს, იმიტომ რომ ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ნაკლები ზეგავლენა მქონდა, მაგრამ პასუხისგაცემა მიწევდა ბევრი საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც განსხვავებული აზრი მქონდა, ან რომლის თაობაზეც, ასე ვთქვათ, საკმაოდ მოგვიანებით ვიგებდი. დღეს მე ოპოზიციაში ვარ და მაქვს სრული თავისუფლება ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, გავაკეთო ის, რაც მიმაჩნია სწორად და მე ვარ თავისუფალი იმ ჩარჩოს. რა თქმა უნდა, მე ამის თქმას მიშლი და როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, ის მაღალი თანამდებობები, რომელიც მე მქონდა. იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ხარ ქვეყნის მეორე პირი, როდესაც შენ ნათქვამ სიტყვას უსმენენ და ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ და როდესაც შენმა ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ, თუნდაც მართალმა სიტყვამ ქვეყანას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას, რა თქმა უნდა შენ გაქვს ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ძალიან სერიოზული ჩარჩოები, თუ პასუხისმგებლობით ეკიდები შენ საქმეს და თანამდებობას, რა თქმა უნდა, ვიდრე ადამიანს, რომელსაც აღარ აქვს თანამდებობა, რომელიც არის ოპოზიციაში და თავისუფალია თავის ქმედებებში. თქვენ ახსენეთ თქვენივე სიტყვებით ამ წუთას, რომ გავლენები ნაკლები გქონდათ ხელისუფლებაში, მე ესეთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ თქვენ ამოვიდით სწორედ ამას, რომ არასაკმარისი გავლენა გქონდა და როდესაც დაინახეთ, რომ ეს გავლენა ციტირებას ვახდენ, კიდევ უფრო მცირდებოდა და პროცესებზე რეალურად ზემოქმედებას ვერ შეძლებდით, გადაწყვეტეთ ხელისუფლებიდან წასვლა. საინტერესოა, დღეს გაქვთ საკმარისი გავლენა ოპოზიციაში იმისათვის, ვთქვათ, რომ გარკვეული ზემოქმედება მოახდინოთ იგივე იმ პროცესებზე, რაც ახლა არის დაგეგმილი და ვთქვათ იმ მოვლენებზე, რაზეც ოპოზიცია ალბათ ნაწილობრივ პასუხისმგებელი ბუნებრივია თავის. უპირველეს ყოვლისა, ნინო, როდესაც ხარ ხელისუფლებაში, გაქვს მაღალი თანამდებობა და ადამიანები შენგან ითხოვენ აბსოლუტურად ბუნებრივად ძალიან ბევრს და ბევრის გაკეთებას, პასუხისმგებლობა იმისა, რომ სერიოზული ზეგავლენა მოახდინო გადაწყვეტილებაზე არის უფრო მაღალი. მე ნამდვილად გარკვეული მოვლენების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე მქონდა კიდევ იმისი იმედი,
რომ ხელისუფლება გაკვეთილებს ისწავლიდა, ხელისუფლება გამოიტანდა ჩადენილი, ესე ვთქვათ, დანაშაულებიდან ან შეცდომებიდან შესაბამის დასკვნებს და რეალურად შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაგვეყვანა, ჯერ კიდევ მერწმუნეთ 2008 წლის აპრილში ნამდვილად არსებობდა. მე როდესაც დავინახე ის, რომ ხელისუფლებას ამის სურვილიც კი არ აქვს და როდესაც მე დავინახე, რომ ხელისუფლება არაფერს არ გამოასწორებს, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყავი ამ ხელისუფლებიდან, დიახ, იმიტომ რომ მე ნახე, რომ ჩემი გავლენა არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანა კატასტროფიდან, ასე ვთქვათ, დამეცვა იმ კატასტროფიდან, რომლისკენაც აუცილებლად წავიდოდა იმ განვითარებით, რა განვითარებითაც თუმცა ჩაგეკითხოთ, თქვენ ამბობთ, რომ 2008 წლის აპრილში დაინახეთ, რომ არა, მე არ ვიტყვი, რომ 2008 წლის აპრილში დავინახე, მე დავინახე ეს ბევრად ადრე და მე ამასთან დაკავშირებით არა კიდევ შანსი თქვენ და უბრალოდ სხვა რამე და კითხოთ. ამ დროს თქვენი ხელისუფლებიდან წასვლა მაშინ საკმაოდ ღიად გაცხადდა, ასე ვთქვათ და იყო საუბარი, რომ თქვენი საარჩევნო სიებზე ვერ მოხდა შეთანხმება და სწორედ ამის გამო დატოვეთ. არა, ნინო, სია იყო ბოლო წვეთი და ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, რომ ქვეყანაში რეალობა შეცვლილი იყო, რომ ქვეყანაში ყოფილიყო პარლამენტი ისეთი, რომელიც რეალურად მართლა გადაწყვეტილებების მიღებაზე კონტროლსაც განახორციელებდა, სისტემა ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილებების მიღების. რა თქმა უნდა, მე ხარვეზებს, პრობლემებს, შეცდომებს და დანაშაულებსაც, რაც ხდებოდა, ამას ძალიან კარგად ხედავდი ამ პერიოდის განმავლობაში. მე ყველაფერზე მქონდა ადეკვატური რეაგირება, მაგრამ როგორც გუნდის წევრს ვალდებულება მქონდა, რომ მე ეს რეაგირება გამეკეთებინა გუნდის შიგნით, მანამ სანამ დარჩენილი იყო თუნდაც მინიმალური შანსი იმისა, რომ გუნდის სწორი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებდა. როდესაც მე დავინახე ის, რომ ხელისუფლებას კვლავ მორჩილი პარლამენტი უნდა, კვლავ უნდა ისეთი ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ მისი შეკვეთებით იმუშავებს, არ უნდა რეალური დისკუსია პარლამენტში, არ უნდა გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რა თქმა უნდა, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს უკვე იყო ზღვარი, როდესაც მე ხელისუფლებიდან უნდა წამოვიდიყავით მორჩილი, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, არა. კარგით, რატომ გახდა ბურჯანაძე ისეთი ფიგურა, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად შეიძლება თქვას, რომ ხელისუფლებაზე უფრო მეტად აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილიც. ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებდეთ, მე მინდა ამ სტუდიაში გამოთქმულ კრიტიკას კიდევ ერთხელ მოусმინოთ ძალიან მოკლედ ფრაგმენტებს და შემდეგ გავცეთ პასუხი. ლიდერებად ვირჩევთ სააკაშვილის ნავიდან გუშინ გადმომხდარ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელიც განაპირობებდა სააკაშვილთან ერთად, რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძეს, რა თქმა უნდა, ირაკლი ერასანიას და სხვებსაც. სასაცილოდ მიმაჩნია, რომ 9 აპრილს საპროტესტო აქციას ნიშნავდეს ნინო ბურჯანაძე და იქ აქტიურობდეს როგორც ერთ-ერთი ოპოზიციის ბელადი ზურაბ ნოღაიდელი. ნინო ბურჯანაძის დაგეგმილი აქცია თუ იქნება, ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის კანდიდატად კურთხევა თუ იქნება, ჩვენი ფეხი არ იქნება იმ აქციაზე. სადაც იქნება ნინო ბურჯანაძე, მე ასეთ მიტინგზე ნამდვილად არ მივალ და არ დავდგები. როდესაც ხელისუფლებიდან გამოდის ქალბატონი ბურჯანაძე დგება ცალკე და ეხლა მე არაფერ შუაში არა ვარ და თურმე ეს ყველაფერი იმათმა გააკეთეს და მე ვარ ეხლა აქ და ახალი ფურცლიდან დავიწყებ, ესე ვერ მოხდება. ბურჯანაძის ფაქტორი ერთლარად ნაყიდი რამოდენიმე მილიონიანი ქონება ჯერ უნდა დაუბრუნოს ხალხს და მე განაცხადოს რომ ოპოზიციის წევრი. თუმცა ასეთი ბრალდებებით გამოდიხარ, რაც ჩვენ ახლა აქ მოვისმენთ, რომ თურმე რეფერენდუმი არის ხელისუფლების პროექტი, პასუხისგებლობა უნდა აიღო და კითხვებზე პასუხისგაცემა უნდა შეგეძლოს. თინა ხიდაშელის არის ბოლო კომენტარი, ჯერ ამით რომ დავიწყოთ, მოყვათ თქვენს ერთ-ერთ განცხადებას, სადაც თქვენ თქვით ესეთი რამებს სააკაშვილის მართულ პროცესებში არ მივიღებ მონაწილეობას და დაასახელეთ ერთ-ერთ მაგალითად რეფერენდუმი და სხვა ასე ვთქვათ ფაქტები. რატომ ლაპარაკი იყო იმ პროცესზე, რომელსაც დანიშნავდა ჭკუა რომ ქონოდა ხელისუფლება ან არჩევნებს საპარლამენტოს ან რეფერენდუმს და მიმაჩნია რომ არც ერთ არჩევნებში, რომელსაც ეს პრეზიდენტი დანიშნავს ან რეფერენდუმში ჩვენ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. ანუ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ მართულ პროცესებში დაადანაშაულეთ თუ არა, თქვა იგივე ალასარიას ეს არის ხელისუფლების მიერ მართულ პროცესში მათი დადანაშაულება, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ოპოზიციის დადანაშაულება ეხლა ნამდვილად არ არის სწორი ტაქტიკა და მით უმეტეს მე ეს მცდელობა არ მქონია ალიანსთან დაკავშირებით, უბრალოდ მე ხაზგასმით აღნიშნე რამდენიმე არგუმენტი, რატომ მიმაჩნდა მე არასწორად რეფერენდუმის პროცესში შესვლა, იმიტომ რომ ამას სააკაშვილს რომ ჭკუა ქონოდა ნამდვილად გამოიყენებდა და შეეძლო გაეხანგრძლივებინა პროცესი და ამაზე იყო სწორედ საუბარი. ამას ძალიან ბევრი ხმაური მოყვა. მე არ მგონია რომ ამ თემაზე ახლა უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ყველაფერი გარკვეულია. მე ვალდებული ვიყავი რომ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია, რატომ ვარ მე რადიკალური ნაბიჯების მომხრე ამ შემთხვევაში ქუჩის აქციების მომხრე და არა რეფერენდუმის, რაც მე ვფიქრობ გაკეთდა. ეხლა დეტალებზე მე ნამდვილად არ ვიკამათებ. ეხლა ჩემთვის ყველაზე მთავარია ის რომ გუშინ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, როდესაც საზოგადოება მოუწოდა სრულიად ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისაკენ.
იგივე 9 აპრილის აქციების სოლიდარობისაკენ და მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ გუშინ ალიანსის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ისინი 9 აპრილს იქნებიან იქ, სადაც უნდა იდგნენ და დღეს ეს ერთობა 9 აპრილის ერთობა არის რა თქმა უნდა ბევრად უფრო ფართო და ბევრად უფრო ყოვლის მომცველი, უკვე 8 თუ 9 პარტიის ნაცვლად არის მეათე პარტია ამ აქციის გვერდით, რაც არის მნიშვნელოვანი ქობოთინო ზუსტად მაგ შეხვედრაზე მიდე და მეკითხა თქვენ პირადად არ გამოჩენილ ხართ ამ შეხვედრას და საერთოდ ხშირად ესეთ როდესაც ოპოზიციის შეკრებები სულ არის თქვენი წარმომადგენელი და თქვენ პირადად მიუხედავად იმისა რომ იქ სხვა ლიდერები მუდამ არიან ხოლმე არ ჩდებით რა არის ამის არა ეს ესე არ არის როდესაც პირველი ხელმოწერის პროცედურა იყო რომელსაც ბატონმა დავით პატარაია მოაწერა ხელი მე უბრალოდ მაშინ საქართველოში არ ვიმყოფებოდი და ამაზე გავაკეთეთ განცხადება გუშინ მე მქონდა შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ასე რომ აქ არანაირი გაგწოდა ესეთ ინფორმაციაც რომ რაღაც ერთ პუნქტზე ვერ მოახერხა ოპოზიციამ შეთანხმება აქ იყო საუბარი 9 აპრილის აქციაზე და მოყვა თქვენი გაღიზიანება ყოველთვის ესეთ ინფორმაცია გავრცელდა მე ესე მარტივად არ ვღიზიანდები ხოლმე მინდა გითხრათ მე მგონია ეს არაერთხელ დავადასტურე იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი საქმე რომელიც ქვეყნისთვის არის საჭირო ამ ეტაპზე ქვეყნისათვის არის საჭირო ის რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მივახციოთ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩემთვის მნიშვნელოვანია ის რომ დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების ერთიანობა სხვათა შორის ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში აკეთებს აქცენტს იმ ასე ვთქვათ განსხვავებებზე რომელიც არსებობს ოპოზიციაში და რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივია რომ არსებობდეს მაგრამ ყოველთვის იგნორირებას უკეთებს იმას რომ ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი შეთანხმებულია იმაზე რომ პრეზიდენტი უნდა წავიდეს უნდა გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები განსხვავებები არის ტაქტიკური თვალსაზრისით ვის როგორ მიაჩნია რომ ამ შედეგს უნდა მიაღწიოს და მე მნიშვნელოვნად ვთვლი იმას როგორც მოგახსენეთ რომ გუშინ დაფიქსირდა სერიოზული ერთობა სწორედ 9 აპრილის აქციებთან დაკავშირებით იმიტომ რომ ბუნებრივია ამ ერთობას მნიშვნელობა აქვს. ქაბოდონი უნდა მივუბრუნდე ამ ოპოზიციის განწყობებს რომელიც მოვისმინეთ იგივე ლეიბორისტების განცხადება იგივე გია თორთლაძის რომ ბურჯანაძის აქციაში დასახელდა ესეთი ტერმინიც გაჩნდა არ მიიღებენ მონაწილეობას და არ დადგებიან თქვენს გვერდით ამ განწყობებს რას უპასუხებდით? იცით რა არაფერს განსაკუთრებულად სერიოზულს იმიტომ რომ თუ ვინმეს ეშინია 9 აპრილს მოსვლის თუ იმეს არ უნდა თავის თავზე ვთქვათ 9 აპრილის პასუხისმგებლობა გაიზიაროს და ეძებს გასამართლებელ საბუთებს ეს ამ ადამიანების პრობლემა გახლავთ და ამას გარწმუნებთ რომ საზოგადოება აუცილებლად შესაბამის შეფასებას მისცემს. სხვათა შორის ეს ადამიანები არ ვიცი ხა ნებსით თუ უნებლიეთ წისქვილზე ასხამენ წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს როდესაც საუბრობენ კონკრეტულად აი იმ ტიპის თემებზე რომელზეც ეხლა იყო საუბარი რომ ეს არის ბურჯანაძის აქცია რომ ეს ბურჯანაძემ დაგეგმა ეს არის ბურჯანაძის გზა ბურჯანაძის პროექტი ეს ასე არ არის ნინო მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება არა იმიტომ რომ მე რაიმეზე უკან ვიხევ ამ პასუხისმგებლობის მეშინია უბრალოდ მიმაჩნია რომ ეს არაკორექტულია იმ დანარჩენი ოპოზიციური ძალების მიმართ რომლებიც არიან ამ პროცესში ჩემთან ერთად ან მე ვარ მათთან ერთად ჩართული ეს არის ერთობა ამ აქციაზე და ყოფილი ოპონენტების გვერდით გახართ ქაბატონი მე სწორედ ამას იგივე 9 აპრილის აქციაზე და შემდეგ მოვლენებზე მე ვფიქრობ რომ ყველა ის პოლიტიკური პარტია რომელიც ეხლა 9 აპრილის ერთობას აფიქსირებს და თითეული ის ადამიანი ვინც მივა 9 აპრილის აქციაზე რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქციის ნორმალური კონსტიტუციური ჩარჩოებით მიმდინარეობის თაობაზე და ქაბატონინო უნდა ჩაგაკითხოთ თქვენ თვითონ თქვით რომ რადიკალების გვერდით აღმოჩნდეთ რადიკალური მოთხოვნების გვერდით. გახართ რადიკალური ოპოზიციის გვერდით და უერთდებით ულტიმატუმს და რაღაც კონკრეტულ ვადას უწესებთ პრეზიდენტს. ვიდრე ასევე გავცემდეთ პასუხს ამ კითხვას, ან როგორ უნდა იმოქმედოს მაშინ ხელისუფლება, როდესაც აი ნახოთ თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყავით და ოპოზიცია აყენებდა ულტიმატუმს. ძალიან მოკლე ფრაგმენტი რომ გავიხსენოთ. ხაზგასმით არის ხოლმე ნათქვამი, რომ 4 წინადადებიდან 3 მიღებულია, მაგრამ მე-4-საც დააკმაყოფილებენ. ეს დიალოგია? ეს არ არის დიალოგი. ეს იყო მცდელობა ულტიმატუმისა, ეს იყო მცდელობა ცალკეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ხელისუფლების და ქვეყნის დაშანტაჟებისა. ასეთი იყო თქვენი რეაქცია მაშინ როგორ მოხდეს ხელისუფლებას ულტიმატუმს აყენებს ოპოზიცია? აბსოლუტურად სწორი რეაქცია იყო, იმიტომ რომ როდესაც ოპოზიცია აყენებს 4 მოთხოვნას და 4 მოთხოვნიდან 3 მოთხოვნაზე ხელისუფლება მოდის დათმობაზე, ბუნებრივია რომ მე-4 მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა მოიძებნოს შუალედური პოზიცია. ეს არის აბსოლუტურად პასუხობრივად გაწყვეტინებთ, მაგრამ ძალიან ხშირად იყო თქვენი განცხადებები რომ ულტიმატუმის ენით საუბარს არ მიიღებს ხელისუფლება და თქვენ ახმოვანებდით ამას. დიახ, ნინო, იმიტომ რომ მაშინ იყო შესაძლებლობა და ავად თუ კარგად მე ვახერხებდი იმას
რომ ოპოზიციასთან დიალოგი ყოფილიყო. დღეს თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიციასთან დიალოგი საერთოდ არ არის. შეიძლება მაშინდელი, არ ვიცი, ამ ხელისუფლებას უნდა კითხოთ, ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში კიდევ ვიმეორებ, ავად თუ კარგად მე ვახერხებდი ოპოზიციასთან დიალოგის წარმართვას, დღეს ეს დიალოგი შეწყდა. ამავდროულად მინდა ისიც გითხრათ, შარშანდელთან შედარებით რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს სვამს ასე კითხვას, რა შეიცვალა დაუშვათ შარშანდელი მოვლენების შემდეგ. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. დახედეთ საქართველოს რუკას და მიხვდებით რა შეიცვალა. ქვეყნის ტერიტორია შემცირდა 20%-ით, ანუ მეხუთედი ტერიტორიის არის დაკარგული. როგორ შეიძლება საერთოდ ეს ვითარება, დღევანდელი ვითარება შეადარო რაიმე სხვას? დღეს ასევე მინდა ნინო ერთ რამეს მივაქციო ყურადღება, იცით, როცა მცდელობა იყო იმისა, რომ აი ბურჯანაძე რადიკალური გახდა. მე ძალიან გთხოვთ დამისახელეთ რომელიმე ოპოზიციური პარტია, მართლა ოპოზიციური, ოღონდ საქართველოში, რომელიც არ არის დღეს რადიკალური მოთხოვნის მომხრე. ხელისუფლებამ ისე წაიყვანა საქმე, ისე მოიქცა. უბრალოდ ეს უფრო თვალში არა, მე უბრალოდ გონივრულად ვიქცევი და ადეკვატურად შეყავით ამდენი ხანი. მე გონივრულად და ადეკვატურად ვიქცევი ყოველთვის, როდესაც არის კონსტრუქციულობის შესაძლებლობა დარჩენილი. მე ბოლო შესაძლებლობას ვიყენებ კონსტრუქციულობისა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება დაბრმავდება, დაყრუდება და არაფერი საკუთარი ხალხის აღარ ესმის და ვერ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, ბუნებრივია მოთხოვნები რადიკალური ხდება. ყველა ხო არ შეიძლება მთელი ოპოზიციური სპექტრი გაგიჟებული იყოს. რაკიღა ყველა ოპოზიციური პარტია აყენებს რადიკალურად მოთხოვნას, რომ პრეზიდენტი უნდა წავიდეს. არა, არ იყო ყველა პოლიტიკური პარტია იდგა მაშინ გარეთ, ასე ვთქვათ, საკუთარი მოთხოვნებით. ნოემბერში განსხვავებული რეალობა იყო, მე კიდევ ერთხელ ვამბობ და სხვათა შორის ნოემბერშიც ხელისუფლებას რომ თვალებში გამოეხედა და დაეჯერებინა იმ ხალხისთვის, რომელიც პარლამენტის წინ მოვიდა და რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდა და დაეჯერებინა ნინო ბურჯანაძისთვის, ჩემთვის, რომელიც ვამბობდი, რომ გავუგონოთ ამ ხალხს და დავნიშნოთ საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში კრიზისი განიმუხტება, მეთქი არ მოხდებოდა ის კასკადი უბედურებებისა, რაც მერე ამ ქვეყანას დაემართა. ასე რომ ისიც სხვათა შორის გაკვეთილია დღევანდელი ხელისუფლების, რომ როცა შენ არ გესმის საკუთარი ხალხის, როცა შენ საკუთარი ხალხის აზრის იგნორირებას აკეთებ, რა თქმა უნდა, ყველა რადიკალური გახდება, რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამწვავდება და შენ მაინც მოგიწევს ამ მოთხოვნებისათვის დამორჩილება, მაგრამ ბევრად უფრო მძიმე ვითარებაში, ვიდრე თავის დროზე რომ იგեղოს სწორი გადაწყვეტილება. ესე რომ მე მგონი ეს სწორედ იმის მაგალითია, რომ ხელისუფლებას არც მაშინ ესმოდა და არც ეხლა ესმის საკუთარი ხალხის. ქავდანინო, მოთხოვნა, რომელსაც თქვენ შეუერთდით, გაახმოვანა მაშინ სალომე ზურაბიშვილმა. ანუ გულისხმობ 9 აპრილის აქციებს, ეს იყო იმავე დღეს, როდესაც განცხადება გაკეთა ალიანსის მხრიდან რეფერენდუმის მოთხოვნაზე. მაშინ ისიც ითქვა, რომ ეს იყო ამ ალიანსის მოთხოვნის გადასაფარად, თქვა, იმიტომ რომ მოულოდნელი იყო, თქვა, ოპოზიციის ნაწილისთვის ეს განცხადება, მაგრამ მე ეს გავიხსენე არა ამიტომ, არამედ იმიტომ, რომ ამბობენ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილი ხშირად თქვენს მოთხოვნებს, ასე ვთქვათ, ახმოვანებს და თქვენი ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ითქვა ისიც, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს, თქვა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტების შემთხვევაში. რა ურთიერთობა გაქვს სალომე ზურაბიშვილთან? ძალიან კარგი, ნორმალური, კონსტრუქციული და თანამშრომლობის საფუძვლებზე აგებული და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე აგებული ურთიერთობა და ძალიან არაკორექტულია საკითხის ასე დასმა. ეს უბრალოდ შეურაცხყოფელია ჩემთვისაც. მე ამ შემთხვევაში თქვენს მიმართ არ ამაქვს პრეტენზია, თქვენ ალბათ ახმოვანებთ სხვა ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. და ძალიან არაკორექტულია ეს ქალბატონი სალომეს მისამართითაც. ჩვენ ვსჯელობთ მაგიდის ირგვლივ, გვაქვს კონსულტაციები, ვისი აზრიც იმ ეტაპზე უფრო სწორია, ვიზიარებთ იმ ადამიანის აზრს, ვისი აზრიც არ არის სწორი, ან დაუშვათ არ არის დროული, ის აზრი გვერდზე გადაიდება ხოლმე. თუმცა ბურჯანაძის ურთიერთობა ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ვიცით, რის შემდეგ გახდა საინტერესო, რომ ძალიან ღია იყო, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მას ფაქტიურად თქვენი მოთხოვნით დაატოვებინეს პოსტი. კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, საკმაოდ ცნობილი განცხადებები და ვისაუბრებთ თქვენი და ზურაბიშვილის ურთიერთობაზე. ეს რეაქციები, რაც მე ეხლა მაქვს, ნამდვილად არ შეიცვლება, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ეს არაკოორდინირებულობა და არაკორექტულობა ნამდვილად არის. მე შევხვდი ნინო ბურჯანაძეს პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან გრძლად წასვლამდე, მის წასვლამდე და ჩემ წასვლამდე ავსტრიაში, ყველაფერი საქმის კურსში იყო. ყველა დოკუმენტები, ყველა ინფორმაცია, ყველაფერი გადავეცი და იმის მერე რა მოხდა, მე არ ვიცი. ის რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის წარმატებული, ეს ნამდვილად არ იყო. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურება და საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურება შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე პრეზიდენტის, ვიდრე იგივე პარლამენტ. საქმე დაწყებული, ჩემთვის არ თავდება იმ მომენტში, როცა ვიღაცა გიწყებს შეტევას, მაგრამ ვნახოთ რა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამ რეჟიმში პარლამენტი ვერ იმუშავებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
მე ხვალ საგანგებოდ მოვიწვევ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც გადავცემ ამ ჩვენ პოზიციას და ვთხოვ, რომ დააყენოს საგარეო საქმეთა სამინისტრის პასუხისმგებლობის, თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ადამიანები კი არ არიან, ქაჯები არიან ჯერ ერთი, მაგრამ ეს ადამიანები თვითონ თავის თავს კი არ წარმოადგენენ იმ სისტემის გადარჩენის ბოლო ცდას. ამას ჩვენ ან დაუდგებით ძალიან მაგრად წინ, ან დავიხევით უკან. ამ სამწუხარო კომენტარებმა, რაც გაკეთდა ქალბატონი ყოფილი მინისტრის მხრიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ არაფერი არ შეგვშლია და უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებია ის, რაც გავაკეთეთ. მე გაძლევთ პატიოს ან სიტყვას, რომ ასეთ შეცდომებს მე აღარ დავუშვებ. დღეს ურთიერთობთ სალომე ზურაბიშვილთან. რაც აბსოლუტურად ნორმალურია, ნინო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი. სხვათა შორის ეს ურთიერთობებიც ძალიან ხელოვნურად იყო სხვადასხვა მიმართულებიდან დაძაბული, თორემ მე და ქალბატონი სალომე მშვენივრად თანამშრომლობდით გარკვეულ ეტაპამდე და საერთოდ არ ამგონია, იცით რომ ეხლა თქვენი ძალიან ესეთი კომპეტენტური დრო უნდა იხარჯებოდეს უკაცრავად თუ ეხლა საავტორო უფლებებში ვიჭრები, მაგრამ ოპოზიციასთან დაკავშირებით ნამდვილად ძალიან ბევრად მეტი საინტერესო დეტალის მოტანა შეიძლება, ვიდრე დაუშვათ ის წარსული პაექრობისა, რომელიც ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის აქტუალური, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაერთიანებს ერთიანი მიზანი, საერთო მიზანი, რაც არის ქვეყნის გადარჩენა და რაც არის იმის მიღწევა, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური გზით ჩვენ ვაიძულოთ პრეზიდენტი რომ გადადგეს. ესე რომ გადაულახავი წინააღმდეგობები ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ისევ მინდა დაუბრუნდე, იცით, აი ამ ტიპის შეკითხვები, რომელიც ისმებოდა იგივე ოპოზიციასთან მიმართებაშიც მე ვერ დავასრულე, წეხანრის თქმაც მინდოდა ან ქალბატონ სალომესთან მიმართებაში, რომ ბურჯანაძე მართავს, ბურჯანაძის დავალებებს ასრულებენ, მე მგონია, რომ ნაწილობრივ არის კვლავ განხეთქილების შემოტანის ან გაღრმავების მცდელობა ოპოზიციასა და ჩემს შორის, იმიტომ რომ ბუნებრივია იმ ადამიანებისათვის ეს არის შეურაცხყოფელი, ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ პრაქტიკულად ერთობლივად, ვსჯელობთ ამ გადაწყვეტილებებზე და იქ ნამდვილად არ არის არავინ, ვინც არის პირველი ნომერი და სხვებს კარნახობს გადაწყვეტილებებს. თქვენ ასევე ბრძანეთ იმ გახმოვანებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არანაირ გადაფარვებს და გადაფარვების მცდელობებს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო სხვათა შორის ცუდი რამდენიმე წუთში გაკეთდა თქვენს მიერ ეს იყო ცუდი კოორდინაცია სამწუხაროდ, იმიტომ რომ ქალბატონმა სალომემ გაიგო მეორე ბრიფინგის შესახებ მას შემდეგ, რაც მან უკვე ბრიფინგი ჩაატარა. ანუ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ცუდი კოორდინაციის ბრალი და რასაც მე ყოველთვის ხაზს უსვამდი, რომ მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის და იმედია გუშინდელი განცხადებების შემდეგ კოორდინაციის პრობლემა ნამდვილად აღარ იქნება და კიდევ ერთი თემა. იცით, მე არ ვიტყოდი, რომ აი თქვათ ჩვენ ვინმეს შეუერთდა ამ 9 აპრილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, როდესაც ქალბატონმა სალომემ ეს მოთხოვნა 9 აპრილთან დაკავშირებით გაახმოვანა, ჩვენ მაშინ ის 8 პარტია, რომელმაც ხელი მოვაწერეთ, ვიყავით თანაავტორი ამ წინადადებისა და მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად გასახმოვანებელია და მე არც არავის საავტორო უფლებას არ დავიბრალებ და ნამდვილად პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც ემხრობა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ხშირად ჩემთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. მადლობთ. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონო ვკითხულობ ახლა გამოცემა ტრუთთან ღიად განაცხადეთ, რომ საქართველოს მომავალი ლიდერი თქვენ იქნებით. არა, მე ეს არსად არ მithქვამს. ეს დაიბეჭდა, ასე ვთქვათ, უკრაინულ გამოცემა ტრუთში ნახოთ, იმედი მაქვს, რომ მომავალი ლიდერი მე ვიქნები, თქვენი სიტყვებია ყოველ შემთხვევაში ინტერვიუში მოყვანილი. ზოგადად შეთანხმებული გაქვთ თუ არა ეს საკითხი ოპოზიციასთან, იცით რა გულისხმობ, ეს თქვით თუ არა, ყოველ შემთხვევაში სულ სახელდება, რომ ბურჯანაძეც საპრეზიდენტო კანდიდატი ალბათ იქნება და აპირებს პრეზიდენტობას. ამ დროს უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატი. მე ვთვლი, რომ ეხლა პრეზიდენტობის კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია. ეს იყო ჩემი პოზიცია თავიდანვე, როდესაც მე ოპოზიციასთან ვსაუბრობდი და ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო. ეხლა ნუ იქნება საუბარი პრეზიდენტის კანდიდატებზე, ნუ იქნება საუბარი ოპოზიციის ლიდერზე, იყოს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ კოორდინაციაზე, კოორდინირებულ ქმედებებზე, ვიდრე არ მივახცევთ 9 აპრილს. 9 აპრილს, ან უფრო სწორად იმას, რაც 9 აპრილს უნდა დაიწყოს. ხოლო შემდეგ უკვე, როდესაც ჩვენ მივახცევთ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას, ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება დაასახელოს სასურველი კანდიდატი ან კანდიდატი. მოდით ამაზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, მეორე დღესვე, როდესაც დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები. ასევე ნინო, გაძლევთ პატიოს ან სიტყვას, თუ თქვენთვის ეს საინტერესო და სასურველი იქნება. მე ამ ბოლო დროს ხშირად მოვისმინე, რომ აი ბურჯანაძე არ მოდის ეთერში, არ ჯდება ოპოზიციურ ლიდერებთან. თუმცა ჩვენ შემოგთავაზებთ დებატები ქალბატონ აი სწორედ ამაზე მინდა ქალბატონო გიპასუხოთ. მე
ნამდვილად არ ვთვლი ახლა რომ დღეს არის დებატების დრო ოპოზიციურ ლიდერებს მაშინ ქალბატონმა თვითონ თვითონ მოგიწოდათ და იმიტომ შეიძლება, მაგრამ მე ხა მაქვს უფლება განსხვავებული აზრი მქონდეს და მე მგონი რომ ჩვენ ახლა ჩამოვყალიბდებით მართლაც იმ მოსაზრებებზე რომ ოპოზიციური პარტიები და ლიდერები ერთმანეთს არ ეპაექრონ. 9 აპრილამდე ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთ რეჟიმში, ვინც 9 აპრილის რეჟიმში ვმუშაობთ. 9 აპრილის მეორე დღესვე. ნინო, მე მზათა ვარ დავჯდე, გნებავთ თქვენს ეთერში, გნებავთ სხვა რომელიმე ჟურნალისტის ეთერში და შეგიძლიათ მოიწვიოთ ნებისმიერი ოპონენტი ან ცალ-ცალკე, ან თუ გნებავთ, აი დღეს წეხან რომ ოპონენტებს უყურებდი, მამაკაცები მყავს ხედველობაში. ყველა შეგიძლიათ ერთად ჩამოამწკრივოთ ერთ მხარეს, არა მარტო ლეიბორისტებს, ბევრს სხვას და მოდით მე მეორე მხარეს დავჯდები. არა, მე ვლაპარაკობ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება მეორე დღეს. ერთ მხარეს დასვით ყველა ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ლიდერები, მამაკაცები ჯობია ისხდნენ, მეორე მხარეს დავჯდები მე და ვიპაექროთ და საზოგადოებამ განსაჯოს ვისი არგუმენტები უფრო მისაღები იქნება. კარგით, ქალბატონო ნინო, გადავიდეთ ასე ვთქვათ შედარებით სხვა საკითხზე, რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში გაკეთდა მინიშნებები იგივე ხელისუფლების მხრიდან, თავად პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანაში გაჩნდა საკმაოდ ბევრი ფული უცხო ქვეყნიდან და გამოითქვა ის მოსაზრებებით, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აფინანსებენ. თქვენ ასე ვთქვათ, რას ახსრებით ინახავთ პარტიას და ვინ გაფინანსებთ? ეს კითხვა გახდა აქტუალური სწორედ ამ მინიშნებების შემდეგ. ნინო, ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენმა პარტიამ, როგორც ეს კანონის მოთხოვნა ითვალისწინებდა, გამოაქვეყნა დეკლარაცია დროულად და ყველაფერი არის იქ მინიშნებული. ყველა სხვა ხარჯიც ასევე იქნება კანონის მიხედვით გამოქვეყნებული, დეკლარირებული და გარწმუნებთ, რომ ყველა ხარჯი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ნამდვილად გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას არ გაუკეთებ ისეთ საჩუქრებს, როგორი საჩუქრების გაკეთებასაც ისინი ელიან გნებავთ დაფინანსებასთან ან გნებავთ სხვა რაიმე ქმედებებთან დაკავშირებით. რაც მოგახსენებთ ახლავე, რასაც გულისხმობ, საერთოდ როცა პრეზიდენტები ლაპარაკობენ, ხოლმე პრეზიდენტები არ აკეთებენ მინიშნებებს. თუ ისინი თავის სიტყვას პატივსცემენ და აფასებენ, პრეზიდენტები ლაპარაკობენ დადასტურებულ ფაქტებზე და არა მოარულ ჭორებზე. ესე რომ პრეზიდენტის ვალდებულებაა და მისი ესე ვთქვათ მინისტრების დაადასტუროს ის მოარული ხმები, რომელზეც საუბარია. ჩემზე ლაპარაკობენ არა მარტო მაგას, ნინო, და მე შემიძლია თუნდაც გუშინდელი ფაქტი მოვიყვანო და შემიძლია ჩამოგითვალოთ, რას ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ, რომ დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, ლაპარაკობენ იმას, რომ ეს დაფინანსება მოდის რუსეთიდან, ლაპარაკობენ იმას, რომ ესე იგი თურმე პუტინი და ბერეზოვსკიც კი შეთანხმებულან, პუტინს უთხოვია ბერეზოვსკისთვის, რომ მე ფული მომცეს. ეთყობა პუტინს ფული არა აქვს, ხო, თუ გადაწყვეტს, რომ მე მომცეს ბერეზოვსკის მეშვეობით იძლევა. იყო გაზეთში ეწერა. გარდა ამისა, ესე იგი ლაპარაკობენ მილიონებზე, ხან 3-ზე, ხან 5-ზე, ხან 25-ზე, ხან 30-ზე და ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ ერთ ციფრზე, რაზე ლაპარაკობენ. ასევე საუბარი დაიწყეს უკვე იმაზე, რომ რაღაცა შეიარაღებულ ფორმირებებს ვქმნით თურმე მე და ჩემი მეუღლე იმისათვის მინდოდა მეკითხა რომ პრესაში გამოჩნდა რომ აუცილებლად კი პასუხი მე ზუსტად ქმნის ორგანიზაციას გავყოთ თემებს დიახ გისმენთ ჯერ და მე არა მე ამ თემებზე გაყოლას ნინო ნამდვილად არ ვაპირებ სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ მე ვთვლიდი რომ ამ აბსურდებზე ნამდვილად პასუხის გაცემა აბსოლუტურად ზედმეტია იმიტომ რომ მე ხელისუფლებაში ვიყავი და მართალია არ ვიღებდი მონაწილეობას ასეთი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვაში მაგრამ ინფორმაცია ნამდვილად მაქვს და ძალიან კარგად ვიცი რა არის ეგრეთ წოდებული ვორუმი ანუ ომის ოთახი, სადაც იგეგმებოდა ამ ტიპის საომარი მოქმედებები იმ კონკურენტების მიმართ, ან იმ ოპონენტების მიმართ, რომლისაც ხელისუფლებას განსაკუთრებით ეშინოდა. მე ძალიან კარგად ვიცი, ნინო, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი განცხადება და ბოლო, რომელიც უნდა გაგვეხსენებინა, მაგრამ თქვენ თავად წამოიწყეთ ეს თემა, საუბრობთ, რომ იყავით მაშინ ხელისუფლებაში, როდესაც გავს ასე ვთქვათ, რამეებს გეგმავდა, მაგრამ თქვენვე ამბობდით, რომ იგივე ნოემბერში ოპოზიციის ნაწილი, ვთქვათ, როდესაც მაშინ სატელეფონო საუბრებიც გამოქვეყნდა, არიან ასე ვთქვათ, უცხო ქვეყანასთან თანამშრომლობენ ისინი. მოდით ნახოთ ძალიან მცირე ფრაგმენტი, კი ბატონო და მერე ვისაუბროთ. ძალიან კონკრეტული ქვეყნის ინტერესში შედიოდა ეს და ძალიან კონკრეტული ძალების ინტერესში შედიოდა ის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო არასტაბილურობა და ქვეყანაში ყოფილიყო სერიოზული საფრთხე მომავალი განვითარებისა. ეს არის მცირე ფრაგმენტი, თუმცა ესეც ასე ეგრეთ წოდებულ war room-ში გეგმებოდა ქალბატონია. ეს იყო ჩემი რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ქვეყანაში, მაშინ იყო მართლა ძალიან სერიოზული საფრთხე დესტაბილიზაციისა, რომელსაც ნამდვილად სჭირდებოდა გაჩერება. ემოციით შეიძლება მე ემოციას რომ ავყოლოდი, შეიძლება მაშინ სხვა განცხადება გამეკეთებინა, მაგრამ ვინაიდან ქვეყანის სტაბილურობა ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო, იმ დიდი სტრესის შემდეგ, რაც მოხდა შარშან, მე ნამდვილად არ მქონდა უფლება ჩემს ემოციებს ავყოლოდი და არ მეფიქრა იმაზე, როგორ დაგვეჭირა სიტუაცია და როგორ შეგვექმნა იმისი სტაბილურობა, რაც ძალიან, ასე ვთქვათ,
ძალიან მყიფე იყო იმ პერიოდისათვის. ხოთა შორის მე დაუბრუნდები იმ თემას, რომელზეც ახლა ვსაუბრობდი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ არა ეს გამოსვლა, მაგრამ ის გამოსვლები, სადაც პირდაპირ იყო ბრალი დადებული ადამიანებისათვის ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ნამდვილად იგეგმებოდა ვორუმში და ჩემი გამოსვლა კი იყო, რომ მე ვამბობდი, რომ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ეჭვმიტანილნი იყვნენ და არასოდეს არ დამიბრალებია ადამიანებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ესა თუ ის დანაშაული. რაც შეეხება ვორუმს, ანუ ომის ოთახს, რომელიც მე ვახსენე, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა ის ეგრეთ წოდებული კითხვები ან პრეტენზიები, რომელიც მე წეხან ჩამოვთვალე, ხო, დაწყებული ესე ვთქვათ რუსული ფულიდან და დასრულებული თუნდაც ეგრეთ წოდებული ვითომსაომარი მოქმედებებით, ან თუ რა ქვია, შეიარაღებული ძალების შექმნით, არა ეს არის ერთ კაბინეტში დაგეგმილი, ეს არის ერთ ასე ვთქვათ სახელისუფლებო სტრუქტურაში დაგეგმილი და სამწუხაროდ სად არის ეს ვორუმი? ქაბატონი ნინო და ფიზიკურად ამას ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე მგონი ყველამ ძალიან კარგად იცის მეტნაკლებად, ეს არის ხელისუფლების დერეფნებში და ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ და რა ტიპის ადამიანები იღებენ იქ გადაწყვეტილებებს კონკრეტულად, ასე ვთქვათ, საშიშ ოპონენტებთან დაკავშირებით. მე გუშინდელს მინდა ქაბატონინო აუცილებლად მიუბრუნდე, გუშინ მე არ ვიცი შეიძლება არ ქონდა ჩვენს ტელემაყურებელს გასცეთ პასუხი და მოგისმენთ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამას გეკმავენ. ისინი ვინც ხელისუფლების სახელით აკეთებენ განცხადებებს, ახლა ვინც ხელისუფლების სახელით ლაპარაკობენ იმას, რომ თქვათ ბურჯანაძე რუსეთიდან ფინანსდება ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ლაპარაკობენ იმას, რომ თურმე ესე იგი იქნება მასალები, რომ ბადრიბიწაძე აგროვებს შეიარაღებულ ადამიანებს იმისათვის, რომ მიტინგზე პროვოკაცია მოაწყოთ. ნინო, როგორ ბედავენ უბრალოდ. როგორ ბედავენ იმ მიტინგზე მე ვაპირებ მისვლას ჩემი ორი შვილით და ჩემი შვილის მეგობრებით. და როგორ ფიქრობთ ახლა მე ჩემ შვილებს და მის პროვოკაციას თქვენი არ გამოვიწყავ და დღეს არ გამოვიწყავ იგივე რუსული ინტერესი არსებობს თუ არა ხელისუფლების ამ არგუმენტებს იზიარებთ როცა არის საერთო რუსეთმა ვთქვათ გამოიყენოს ეს მოვლენები იმისათვის რომ რაღაც საკუთარი ინტერესი ისევ გაატაროს საქართველოში. მაინტერესებს რა ინტერესი უნდა გაატაროს რუსებმა ამ ხელისუფლების გადამკიდე ნინო ყველაფერი ინტერესი რაც ჰქონდა დაიკმაყოფილეს. ყველაფერი რას ნიშნავს რას გულისხმობთ? აფხაზეთი, ოსეთი, სამი ბაზა რომელიც სიმწრით იყო საქართველოსდან გაყვანილი, სამი ბაზა, რომელიც ახლა აფხაზეთის და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოდის, რომელიც ამ ხელისუფლების უგუნურებამ შემოაბრუნა. ნატოს გადაწეული პერსპექტივა განუსაზღვრელი ვადით, რაც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ენერგეტიკული რესურსები, რომელიც იმიჯი, ასე ვთქვათ, შეელახა საერთაშორისო საზოგადოების და რუსეთის იმიჯი არ იცოდა საერთაშორისო თანამეგობრობამ და რუსეთის იმიჯი შეელახვა ჩვენ უნდა დაგვჯდომოდა საქართველოს ტერიტორიის 20%. ამას ნორმალური ხელისუფლება და ნორმალური ადამიანი გაიმეორებს? იმისათვის რომ ჩვენ რუსეთის იმიჯი შეგვალახა თურმე, ამისთვის 100,000-ობით ადამიანი უნდა დარჩენილიყო, უსახლკაროდ 1000-ობით ადამიანი უნდა ტრავმირებული ყოფილიყო და გაუბედურებული ყოფილიყო, 100-ობით ქალი გაუპატიურებული ყოფილიყო, 100-ობით ბიჭი დაუმარხავი ყოფილიყო. გავაკეთებდი იგივეს, რასაც ვაკეთებდი სანამ ვიყავი. და თავიდან ავიცილებდი, დიახ, ზუსტად მაგას გულისხმობ, ავიცილებდი თავიდან პირდაპირ შეჯახებას და პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. თუ ეს აუცილებელი, თუ ეს ვერ იქნებოდა აცილებული, მინიმუმ იმას მაინც გავაკეთებდი, რომ ბავშვებს და ქალებს და მოხუცებს გამოვიყვანდი იმ რაიონებიდან და არ იქნებოდა აბსოლუტურად გაუგებრობა, არ იქნებოდა ის რეალობა, როდესაც ვერ გაიგეს ჯარისკაცებმა ვისი ბრძანება შეესრულებინათ, მთავარსარდალი გარბოდა და სადღაც იმალებოდა, ერთი გენერალი სხვა ბრძანებას აძლევდა, მერე გენერლის მაგივრად ბრძანებას აძლევდნენ უკვე კონკრეტული თანამდებობის პირები, ხან ქალაქის მერი, ხან რომელიღაცა კომიტეტის თავმჯდომარე. გავაკეთებდი ამას ქაბატონო ომის პერიოდში. თქვენი მეუღლეც ხელისუფლებაში იყო ამ დროს თქვა ჩემი მეუღლე არა მარტო ხელისუფლებაში იყო ნინო, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი ორივენი იყვნენ კონფლიქტის ზონაში. მაშინ როდესაც ეს ქვეყანა სჭირდებოდა და გარწმუნებთ ამაზე რა თქმა უნდა ის თავად გასცემს პასუხს თუ თქვენ ამის სურვილი გექნებათ და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი იყო ის დეპარტამენტი რომელიც იყო თავის ადგილზე და მას ყავდა სპეცნაზი რომელიც იყო სწორედ ცხინვალის რეგიონში შესული და ის ბიჭები სამჯერ შევიდნენ ცხინვალში და სამჯერ გამოვიდნენ იმიტომ რომ წესიერი ბრძანება ვერ მიიღეს უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საქმე მე არ მინდა კონკრეტულად ახლა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საქმეზე ვილაპარაკო, უბრალოდ მოუბრუნდები კიდევ იმ თემას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა ეს დავასრულო. თქვენ ბრძანეთ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით და თქვენ ბრძანეთ გამოვრიცხავ თუ არა რაიმე პროვოკაციას. არ გამოვრიცხავ პროვოკაციას, იმიტომ რომ მე აქ არასოდეს არ დავდიოდი ხოლმე ფურცლებით, მაგრამ როგორც ჩანს მომიწევს
გუშინ იყო ესეთი ინფორმაცია, ჩვენ სპეციალური ბრიფინგი მოვიწვიეთ ამასთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენმა ერთ-ერთმა მომხრემ, უпростоრად არც ვიცოდით ის ადამიანი ვინ იყო, დაგვირეკა და გითხრა, რომ მისმა ტელეფონმა, რომელსაც ამ უცნობი ჰქონდა, დააფიქსირა ზარი, რომელიც მასთან შევიდა, თითქოს და ჩემი ოფისიდან, სადაც ეუბნებოდნენ, რომ აი მოხვალთ თუ არა 9 აპრილს აქციაზე, როცა მიიღეს დადებითი პასუხი, უთხრეს, რომ ჩვენ ვრეკავთ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ოფისიდან, ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისიდან და გვაინტერესებს ნამდვილად მოხვალთ თუ არა აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ძალის და იარაღის გამოყენება დაგვჭირდესო. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ნომერი, ნინო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დარეკილი და შემოსული ზარი, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია და ბინძური პროვოკაცია, რომელსაც ხელისუფლება გამოხმაურა თქვენს ბრიფინგს გუშინდელს მაგალითად. შორის დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. მაშინ, როდესაც ეს ბრიფინგი გუშინ ჩატარდა და მე განვაცხადე, რომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გადავცემ, ეხვალ მაქვს შეხვედრა ამერიკელებთანაც, ზეგ მაქვს შეხვედრა ორშაბათს ავსტრიის პრეზიდენტთან და EUTOS თავმჯდომარესთან, აუცილებლად გადავცემ თელ მსოფლიოს. არანაირი რეაგირება ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა და ხელისუფლებამ ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ასე შინაგან საქმეთა სამინისტროს მე ოფიციალური განცხადება გავაკეთე, ნინო. ამას არავითარი მიმართვა არ ჭირდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას და თავად დაიწყოს ამაზე გამოძიება. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც აი სამწუხაროდ ის დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მე უნდა ვაღიარო და მომიტევეთ ყველა, რომ ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ ხურჩის ინციდენტი შეიძლება ყოფილიყო ქართული მხარის მოწყობილი და როცა მე ამას მეუბნებოდნენ ადამიანები, ვერც კი წარმომედგინა, რომ თუმცა ამაზე სწორედ ამ სტუდიაში სხვა შორის ბატონმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ვერსიებია უბრალოდ ჩამოთვლილი ამ დასკვნაში, ასე ვთქვა და მოყვანილი, რომ ერთ-ერთ ვერსიად საუბრობენ, რომ ეს იყო ხელისუფლების დამაჯერებელი ვერსია, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მე არ გამოვიწყავ ხელისუფლების მხრიდან არანაირ პროვოკაციას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აქციის ყველა მონაწილეს პოლიტიკური პარტიების ჩათვლით, რა თქმა უნდა, ეყოფა გონიერება, რომ არ აყვეს პროვოკაციას და ჩვენ შევძლებთ თავიდან არის. ცოტა დრო რჩება და სულ რაღაც ორი კითხვა მინდა მოვასწრო. ერთი რომ თუ ხელისუფლება არ დათანხმდა მოთხოვნებს, ყოველ შემთხვევაში დღეს ამბობს, რომ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ვითარება და პროცესები და სათხედავთ გამოსავალს, რას იმოქმედებს მაშინ იგივე ნინო ბურჯანაძე და ის ოპოზიციური პარტიები, ვინც თქვენს გვერდით აპირებენ და ერთად აპირებთ აქციაზე დგომას. ნინო, გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას ნამდვილად მოუწევს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხელისუფლება ასევე ლაპარაკობდა შარშანაც, რომ ის არ აპირებს დათმობებს. მაგრამ მოუწია პრეზიდენტს გადადგომამ. საერთოდ მორალი რომ კონდეს ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს, მას შემდეგ რაც აგვისტოში მოხდა, ისინი თვითონ უნდა მიდიოდნენ ხელისუფლებიდან. და ერთი თემა, რომელიც ძალიან ერთი წინადადები თქვენ ბრძანეთ იგივე რუსეთთან დაკავშირებით, გახმოვანდა თქვენ სტუდიაში სხვათა შორის ერთ-ერთი ვაი ოპოზიციონერის მხრიდან, რომ თურმე 9 აპრილი, 15 აპრილის გეგმას ემთხვევა, რომ რუსებს თურმე 15 აპრილის მე მგონი ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ბრძანებდა ამას. თქვენ ეთერში ქალბატონინო იჯდა ამ ადგილზე ვანო მერაბიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ის არავითარ სამხედრო აქციებს რუსეთის მხრიდან და ფართომასშტაბიან აქციებს არ ელოდება და ისე მაინტერესებს, ისე თორთლაძემ გადაამოწმოს, ვანო მერაბიშვილთან დარწმუნებული ვარ, მას კარგი კონტაქტები აქვს და გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, რომ ერთ ხმაში მაინც ისაუბრონ, რომ გავიგოთ რომელ ვერსიას დიდი მადლობა თორთლაძე აქ არის, რომ პასუხი გაგცეთ ამ წუთას და ბოლო კითხვა, რომელიც არ შემიძლია რომ არ დავსვა, ეს არის ყბადაღებული საკითხი, იგივე თორთლაძემ გაახმოვანა სხვათა შორის რამდენიმე წუთის წინ ჩანაწერშიც, ეს არის ეს თემა ეხება მიწას წყდეთში, რომელიც სულ თქვენი ხელისუფლების წასვლას უკავშირდება იმ პერიოდს და რომელიც ჩვენ ნახეთ იგივე მიღება ჩაბარების აქტი, სადაც წერია, რომ 3 ჰექტარზე მეტი მიწა დაიქარწებული ქონება მიყიდვის ფორმით, პირდაპირ ფორმით სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადმოგეცათ. რატომ მიიღეთ ეს ბოლო საჩუქარი პრეზიდენტისგან თვითონდით თანამდებობას? მაშინ, როდესაც ვლაპარაკობ დაკარგულ მიწებზე, დაკარგულ ტერიტორიებზე, ქვეყნის დაქცევაზე და ასე შემდეგ, ყველა გადაცემის ბოლო რატომღაც არის ხოლმე ყოველთვის ეს თემა, მაგრამ არანაირი პრობლემა არაა, ნინო, მე ამ თემაზე გავეცი პასუხი. სხვათა შორის ხან სახელდება 3 ხან 30 ხან 300 ჰექტარი ხან 30 მილიონი ხან რა ვიცი მე რამდენი თუმცა ჩვენ ნახეთ ქალბატონო კონკრეტულად ეს არ არის 1 ლარი ნინო ეს არის 300,000 ლარი მე ამაზე გავეცი პასუხი უკვე ძალიან ნათლად ვისაც აინტერესებდა ეს პასუხი და ვისაც ამის გაგონება სურდა და მოსმენა სურდა იმ ადამიანებმა ეს გაიგეს მაგრამ ეს არის ნინო ის თემა რომელზეც ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვილაპარაკოთ წინა საარჩევნო რეჟიმში დღეს ეს არ არის ის თემა რომელზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ თორთლაძეზე და ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა და ყველა საინტერესებდა მაინც პასუხი თქვენი ამ თემაზე იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა ნინო ისიდან წასვლის ასე ვთქვათ
უკვე გადაწყვეტილი ქონდა წასვლა, როდესაც ეს საჩუქარი ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა ის თემა, რომ ნინო ბურჯანაძე ვერ გაბედავს, რომ ოპოზიციაში წავიდეს. ნინო ბურჯანაძე ვერ გაბედავს, რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. ნინო ბურჯანაძე არ წავა იმიტომ, რომ არ წავა ოპოზიციაში, რომ ხელისუფლებისგან საჩუქარი მიიღო. ესე იგი არ შეიძლება ნინო ბურჯანაძის არც ყიდვა და არც შეშინება და არაფერი ჩემთვის არ ღირს გარწმუნებთ. არც გარანტირებული პარლამენტის თავმჯდომარეობა, რომელიც გარანტირებული მქონდა მაშინ 100%-ით, როდესაც 21 მაისს წამოვედი და არსად არავინ მე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არსად არ გადამختار და მე ხელისუფლებიდან წამოვედი არა მაშინ, როდესაც ქვეყანა დაიქცა, ან არა მაშინ, როდესაც გამომაგდეს, არამედ მაშინ, როდესაც მე მეხვეწებოდნენ, რომ ხელისუფლებაში პირველი ნომერი ყოფილიყავი საარჩევნო სიაში, როდესაც ხელისუფლებას გარანტირებული გამარჯვება ჰქონდა და მე გარანტირებული პარლამენტის თავმჯდომარეობა, მაგრამ მე ამას ვარჩიე ჩემი თავისუფალი გადაწყვეტილება და ვარჩიე ის, რომ არ გამეგრძელებინა დაუშვათ მონაწილეობის მიღება იმაში, რასაც უკვე ვეღარ შევცვლიდი და ქვეყანას ვერ უშველიდი. ესე რომ ჩემთვის ნამდვილად მთავარია ის, რომ მე ვიმოქმედო ისე, როგორც ეს ქვეყნისათვის არის საჭირო, მე ამას ვაკეთებდი ყოველთვის, ვერასოდეს ვერც მაშინებდნენ, ვერც მომისყიდეს, ვერც შემაშინეს და ვერც შემაშინებენ ვერასოდეს. ერთი რამ მინდა გითხრათ, სხვათა შორის არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც ამბობდა, რომ შეეშინდება ბურჯანაძეს ოპოზიციაში გადასვლის, ან ვერ გაბედავს, ან მოისყიდეს, არც ერთ იმ ადამიანს დღეს უბრალოდ არ უთქვამს, რომ ჩვენ ვცდებოდით. შეიძლება არ მოგწონს ნინო ბურჯანაძე, შეიძლება რაღაცაში მას არ ვეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ვცდებოდით, როდესაც ვამბობდით, რომ მას ოპოზიციაში გადასვლის შეეშინდება და ერთი რაც მინდა გთხოვოთ და თქვენს ეთერში გავახმოვანო, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ძალიან სერიოზული აქცია. უпростоრად ჩვენი თბილისის ერთიანობას ვიტყვინო უკაცრავად ჩვენ დაგეგმილი გვქონდა თბილისის კონფერენცია თქვენ იცით რომ ჩვენი პარტია ყველა რეგიონში პრაქტიკულად ატარებს კონფერენციებს სპორტის სასახლეში დიახ სამწუხაროდ ძალიან კორექტული პასუხი მივიღეს სპორტის სასახლის დირექტორის მხრიდან რომ 24-დან 29 მარტამდე ვერ გვაძლევენ სპორტის სასახლეში ჩატარების უფლებას მე მინდა თქვენი ეთერითაც ვისარგებლო და ვთხოვო ამ ადამიანებს რომ 29 მარტის შემდეგ მოგცენ დაუშვათ 30-ში შემდგომ დღეებში ვთქვათ 5-6 აპრილამდე ნებისმიერი დღე რომ ჩვენ ჩავატაროთ ჩვენი მრავალრიცხოვანი მომხრეების შეკრება სპორტის სასახლეში მე მადლობელი ვიქნები თუ ეს მოხერხდება. დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის მე მაყურებელს შევახსენებ რომ ნინო ბურჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ მოვისმენთ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოზიცია ახლა რეკლამის შემდეგ კი პირდაპირ ჩართვა მოსკოვიდან და თენგიზ კიტოვანი. კიტოვანი თბილისში, რატომ ჩამოდის 9 აპრილს გვარდიის ყოფილი სარდალი საქართველოში? ის შესრულებს უშევს სხვათაშორის. ისტორიულ უნდა გადადგა. რას თulis ხელისუფლების მთავარი შეცდომად თენგიზ კიტოვანი და როგორ უყურებს თბილისის ომის მთავარი გმირი დღევანდელ მოვლენებს? შეიძლება მოხდეს ყველაფერი. კიტოვანის ბიჭები დადგებიან იმ ხარეს სადაც იქნება სიმართლე. აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას კიტოვანი? თუ არ ვიქნებოდა პოლიტიკაში არავინ არ დამიძახებდა მე. მოსკოვიდან გვარდიის ყოფილი სარდლის პირდაპირ ჩართვა თენგიზ კიტოვანის პოზიციაში. ხელოვნება და პოლიტიკა ევროპამ პოზიციები რუსეთთან ამჯერად მუსიკალურ კონკურსში დათმო. ქართველები ევროვიზიაზე აღარ მიემგზავრებიან, რატომ არ ცვლიან ტექსტს სიმღერის ავტორები. სტეფანესა და კახა ცისკარიძის მუსიკალური პროტესტი პოზიციაში. აქ არანაირი პოლიტიკური განცხადება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, იმიტომ რომ ხო იცით არა ინგლისური და ამ ტექსტის დაკისვა ხო შეგიძლიათ. გაღმა ნაპირი, ქართული ფილმი, რომელიც სერბეთში რუსებმა დაბლოკეს. გრან-პრი ერთი ღამით და შეცვლილი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელი ჟიურიმ არ მოაწერა. რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ფილმის მთავარი გმირი, აფხაზეთიდან დევნილი თედო ბექაური პოზიციის სტუდიაში. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ახლა პირდაპირ ჩართვა მოსკოვიდან თენგიზ კიტოვანი 9 აპრილს თბილისში ჩამოსვლას აპირებს. რა გეგმები აქვს გვარდიის ყოფილ სარდალს და აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნებას? ყველა ამ კითხვას დღეს პოზიციის ეთერში თავად თენგიზ კიტოვანი უპასუხებს მოსკოვიდან. ის პირდაპირ ეთერში გვერდება. საღამომშვიდობისა, ბატონო თენგიზ, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ და მინდა გითხრათ რომ როდესაც ჩვენ თქვენ დაგიკავშირდით გვეგონა რომ საქართველოში იმყოფებოდით გავრცელდა ასეთი ხმები თუმცა მე აღმოჩნდა რომ თქვენ ჯერ ისევ მოსკოვში ხართ მაგრამ მითხარით რომ აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას. როდის უნდა გელოდოთ თბილისში და რა გეგმები აქვს თენგიზ კიტოვას? ნუ მე ალბათ ჩამო აპრილის თვეში ისედაც გადაწყვეტილება მქონდა რომ ჩამოსულიყა დიდი ხანი არ მინახია ჩემი ახლობლები და
თუმცა თქვენ მე სატელეფონო საუბრის დროს ბატონ თენგიზ მითხარით რომ 9 აპრილს აპირებთ ჩამოსვლას. ანუ უკავშირდება თუ არა თქვენი საქართველოში დაბრუნება იმ აქციებს, რომელიც დაგეგმილია თქვა აპრილის დღეებში და გიხილავთ თუ არა იგივე ამ აქციაზე? ნუ ეხლა 9 აპრილს პირდაპირ მე აქციებზე არ მივალ და იმ წლევანებიდან გამოვიდე, ადრე რო იყო და აპრილს იყოფნას და მაგრამ მე ვფიქრობ აპრილში ვიქნები მან და ეს აქციები ეტყობა გაგრძელდება ალბათ მე ვიღებ მონაწილეობას აქციებში მე არავისთან არ მაქვს ურთიერთობა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჯანსაღ ძალებთან ძალებს დაუდგე გვერდზე ვის გულისხმობთ ჯანსაღ ძალებში? ნუ ეხლა მე დიდ პატივს ემეთ უყურებ ალასანიას, გამყრელიძეს და სხვებს უსუპაშვილს. ანუ ძალიან ისეთი საინტერესო პოლიტიკოსები არიან და ვფიქრობ, რომ მაგათთან შეიძლება ურთიერთობა. ბატონ თენგიზ, ამას იმიტომ ხო არ ამბობთ, რაღაც ახალი ალიანსი დაასახელეთ, რომ იგივე ალასანიას მიმართ ღია მხარდაჭერა გამოხატა რამდენიმე ხნის წინ ყარყარაშვილმა, თქოთ, რომელიც თქვენი თანამებრძოლი იყო. ნუ მე გამეხარდა სხვათა შორის, რომ ყარყარაშვილმა ხარი დაუჭერა ალასანიას ჯგუფს. თქვენ ერთხელ უკვე შეცვალეთ იგივე ხელისუფლებას საქართველოში იარაღის ძალით. ფიქრობთ, რომ მოსალოდნელია რაიმე მსგავსი მოვლენები საქართველოში, ან შესაძლოა გაჩნდეს ისე ვთქვათ ახალი კიტოვანი? არ მგონია, რომ დღეს მაგის თავი ქონდეს ვინმე, ისე რომ ესეთი გამბედაობა და იარაღის არა მე იმის მეშინე რომ მთავრობამ კიდევ ხელახლა არ დაარბიოს იარაღით მშვიდობიანი მოსახლეობა. ბატონ თენგიზ, როდესაც საუბარია იგივე ამ აქციებზე, სულ ისმის ხოლმე, რომ რა როლი შეიძლება ამ ყველაფერში შეასრულოს თქვა იგივე რუსეთმა, რომელიც დაინტერესებულია შესაძლოა ემში და პოლიტიკური პროცესებით და იყო საუბარი იმაზეც, რომ შესაძლოა გაჩნდეს რუსული ფული, რომელმაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები დააფინანსოს. თქვენ, როდესაც მოსკოვში იმყოფებით, რა ინფორმაცია თუ გაქვთ ამ თემაზე, ვთქვათ, რომ რომელი კონკრეტული ჯგუფები შესაძლოა დაფინანსებას ცდილობდეს და რა ჯგუფები ვთქვათ იგივე რუსეთიდან? მე არ მგონია, რომ რუსეთი ეხლა ამ პროცესებში გაერიეს, ან საიდე რაიმე ან ვინმეს დაფინანსება დაიწყოს. ეს შეიძლება ადგილობრივმა ქართველობამ, როდესაც აქვს თანხები და რაღაცა შესაძლებლობა, შეიძლება რაღაც დაიწყოს. აქვე ამის გაკეთება არა საქართველოში მიზრობრივად გააკეთოს რაიმე აქციები. ჯერ ესეთი აქ ძალიან ძნელი ამაზე ფიქრი, რომ საქართველოს ოპოზიცია ახლოს იყოს აქაურ ოპოზიციას. და ბატონ თენგიზ, ვის გულისხმობთ კონკრეტულად მან ქართველებში, იმიტომ რომ აქ რამდენჯერმე გაკეთდა განცხადებები, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წევრები, ვინც იმყოფებიან ამჟამად რუსეთში და ვინც არიან ასე ვთქვათ განაწყენებულები ამ ხელისუფლებაზე, შესაძლოა რაღაც გარკვეული როლით ჩაერთონ ამ პროცესებში. კეთდებოდა ესეთი განცხადებები ოფიციალური პირების მხრიდან თბილისში. დასახელდნენ იგივე ასლან აბაშიძე, ლევან მამალაძე და სხვა გვარები. ამ პიროვნებებს გულისხმობთ და თქვენ პირადად თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა? არა მგონია, რომ ასლან აბაშიძე ან მამალაძეს ჰქონდეს ამის დღეს ამის შესაძლებლობა. და მას არც ერთი არავინ არ აყვება და მეც ვერავის მოისყიდის ამ ფულით. მაშინ ვის გულისხმობდით ბატონ თენგიზ, როდესაც თქვით, რომ მანდმყოფი ქართველები? ნუ არის ახლა თქვენ კარგად გესმით, ახლა მე არ შემიძლია რომ ჩამოვთვალო ესენი და არის ძალები, რომელიც დასაკვირველია თვითონ მიშა სააკაშვილიც კარგად ხვდებოდა მაგათ და ყველაფერი.
თქვენი გვარი ბოლო დღეებია ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა, სადაც იგივე გაზეთი ალია მაგალითად წერდა, რომ ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიცაძე შესაძლოა ქმნიდეს ახალ ორგანიზაციას, ეს იყო ვარაუდები გამოთქმული პრესაში და ამ ორგანიზაციის წევრებად სახელდებოდნენ ყოფილი ძალოვანები, მაგრამ მათ შორის ასე ეწერა პირდაპირ ფრაზას მოვიყვან კიტოვანის ბიჭები. ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს კიტოვანის ბიჭებში და საერთოდ თუ ქონიათ რაიმე კავშირი ამ ბოლო დროს იგივე ბადრი ბიცაძესთან? მე საერთოდ არ ვიცი ბადრი ბიცაძეს. და არავითარ შეხება არ მქონია და რა უფლება ქონდა მას რომ ეთქვა ესე და არ მგონია რომ ბადრი ბიცაძეს მას არ უთქვამს, არა ეს პრესაში იწერებოდა უბრალოდ ბატონო თენგისთან, მას არ უთქვამს, მან უარყოფს. იწერებოდა ერთია, მაგრამ შეხების წერტილის არ ქონია ბადრისთან. და მივუბრუნდები ისევ მაინც იმ თემაში გაგიკითხებით იგივე კიტოვანის ბიჭებში რა იგულისხმება ამას, იმიტომ გეკითხებით რომ როდესაც თქვენ გესაუბრეთ, თქვენ თქვით რომ მე არ ვარ თბილისში, მაგრამ ჩემები მანდ არიან. ვის გულისხმობთ? ჩემი ყოფილი მეომრები რომელიც აი ყარყარაშვილია ჩემი ყოფილი მეომარი არ არის. ამ მაგის უყოლა ისინი ბიჭები ვინც არის, ჩემი მეომრები იყვნენ სუყოლა. და ნუ გულისხმობთ რომ უბრალოდ ისინი თბილისში მყოფებიან. აფხაზეთში იომა დაახლოებით 25,000 კაცმა. ხა წარმოიდგინეთ ესენი დაკარგულები ხო არ არიან? დღევანდელ პროცესებში ესენი არ გაერევია, მაგრამ გაერივენ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ ეხმეო ძალა იხმარა და დაარბიოს მშვიდობიანი მოსახლეობა. და რას გულისხმობთ? ანუ თუ ეს მოხდა, რას ნიშნავს ჩაერევიან? ჩაერევიან, ალბათ მოხდება ალბათ შეტაკება, არ დათმობა იმ პოზიციის, რაც ადრე მოხდა 7 ნოემბერს. და ბატონო თენგის, მოდით ბოლო კითხვას დაგისვამთ, თქვენ რამდენჯერმე გქონდათ მცდელობა დაბრუნებულიყავით ქართულ პოლიტიკაში, იგივე ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯერ ხარს უჭერდით, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ლიდერებს, მაშინ თქვენ ესე უწოდებდით დღევანდელ ხელისუფლებას, შემდეგ ისევ აკრიტიკებდით, ვთქვათ, გქონდათ რაღაც დეპუტატობის მცდელობა, შემდეგ ძველი მეომრები მსგავსი საზოგადოების შექმნას გეგმავდით და არ მალავდით და ვთქვათ, ხარს უჭერდით მერე იგორ გიორგაძეს და მის გუნდთან კონსულტაციას აწარმოებდით. დიახ, იყო ესეთი შემთხვევა, ყოველთვის რაღაც არქივში ჩვენ ნახეთ რაღაც განცხადებები, სადაც იყო ამაზე საუბარი. თუმცა ამჯერად იგორ გიორგაძეს მე ხარს უჭერდი. მე ვიძახდი რომ იგორ გიორგაძე არის დევნილი კვირაიასი და შევარნაძის. ისე რომ იქ ტერაქტი რაც იყო მოწყობილი, ეს იყო შევარნაძე და კვირაიას მოწყობილი. რის გამოც იგორ გიორგაძე დევნილია დღეს საქართველოსთან. კარგით, და ბატონო თენგის, მე ამას ოღონდ გეკითხებოდით, იმიტომ ჩამოვთვალე რომ ანუ ბევრჯერ გქონდათ მცდელობა, ვთქვათ, ისევ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებულიყავით. ანუ ამჯერად ბოლო კითხვა ესეთი მექნება, შესაძლოა თენგის კიტოვანი, ვთქვათ, ისევ პოლიტიკაში მოვიდეს. უკვე არსებულ დროში მე არც წავსულ ვარ პოლიტიკიდან და ისე რომ ჩემი წასვლა ესე ადვილი არ არის პოლიტიკიდან. კარგი, დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მოსკოვიდან ჩვენ თენგიზ კიტოვანი გვერდთვებოდა, გვარდიის ყოფილი სარდალი, რომელმაც პოზიციის კითხვებს პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი. და ახლა ხელოვნება და პოლიტიკა ევროვიზიაზე ქართველები მონაწილეობას აღარ მიიღებენ, სერბეთში კი ქართულ ფილმს მიღებული გრან-პრი ფაქტიურად ჩამოართვეს. რუსული გავლენები ქართულ ხელოვნებაში ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სტეფანე მღევრიშვილი, კახა ცისკარიძე, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ამ ცნობილი ფილმის მთავარი გმირი თედო ბექაური. ძალიან დიდი მადლობა ყველა სამ სტუდიაში მობრძანებისთვის. დავიწყებთ თქვენგან, ეს ევროვიზია უფრო ხმაურიანი თემა იყო ბოლო დღეებში. 16 მარტამდე კიდევ არსებობს უადა იმისა, რომ ვთქვათ შეცვალოს გადაწყვეტილება. ანუ შესაძლებელია, რომ ან ტექსტი შეიცვალოს, ან სიმღერა და ისევ მივიღოთ მონაწილეობა ევროვიზიაზე. დავიწყოთ სახელმწიფოების. სტეფანე, გისმენთ.
შესაძლებელი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი თვითმიზანიც თავიდანვე ის იყო, რომ როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ეს სიმღერა, რომ ეს სიმღერა ამ ფორმით უნდა ჩასულიყო ევროვიზიაზე. რადგანაც ევროვიზიამ დაბლოკა ეს სიმღერა ამ ფორმით, შესაბამისად ჩვენ ისევ მაგას ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას არ შევცვლით, ტექსტი არ შეიცვლება და შესაბამისად ჩვენი არ დაგვიშვება. ანუ ოფიციალურად ეცნობა ევროპის მაუწყებელთა კავშირს თუ ხართ საქმის ორგანიზატორები გამოაგზავნეს, რომ თუ არ შეცვლით დისკვალიფიკაციას მიიღებთ და შესაბამისად. არა, თქვენი გადაწყვეტილება ოფიციალურად თუ ეცნობათ, თუ ეს ვიცით წერილი რა გამოაგზავნეს. ოფიციალურად კი. რომ არ ცვლით ტექსტს, ანუ უკვე გადაწყვეტილია რომ გაიგზავნა წერილი, რომ ტექსტი არ შეიცვლება ჩვენი მხრიდან და შესაბამისად იმ წერილს შეწერია, რომ თუ არ შეცვლით ტექსტს, თქვენ ანუ დისკვალიფიცირებული იქნებით. და ვიცით რა, როდესაც აი ორგანიზატორებმა ბოლო პრესკონფერენცია ჩაატარეს, იგი თქვა, რომ ეს იყო გარკვეული რუსული გავლენა, ნუ რუსეთია მასპინძელი ქვეყანა ამ წლის ევროვიზიის და პროტესტი თითქმის სამთავრობო დონეზეც გამოითქვა ამ თქვენი სიმღერის თითქმის გადმოიქვა პრემიერ პუტინის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თქვა კონკრეტულად რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რა ბერკეტი გამოიყენა რუსეთმა ორგანიზატორებისგან, გაქვთ რაიმე მსგავსი ინფორმაცია? ან იგივე ტექსტზე თქვენ ამბობთ უკაცრავად? არიცის, ხო, იმას თქვით და ვიტყვი, რომ ეს ადამიანი მდივანი პრემიერ-მინისტრის, ანუ პუტინის, ასევე გახლავთ ევროვიზიის კომიტეტის ანუ ორგკომიტეტში შედის ეს ადამიანი. ეს არის ანუ შესაბამისად პირდაპირ ანუ პუტინის რუსეთის ორგკომიტეტში გავლენა იყო პრემიერ პუტინის კომიტეტში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერკა სირძუჩკა, რომელიც ვთქვათ მღეროდა და რის გამო სკანდალი იყო, ის დაუშვეს უფრო სკანდალური სიმღერით, რომელიც თან ლაშა ტუმბაის მღეროდა, რომელიც არაფერს არ ნიშნავს. აბსოლუტურად მოიგონა ეს იმის გამო, რომ ასოციაცია ყოფილიყო რაშა გუდბაის და ჩვენი პუტინ ყველა ინგლისურენოვან ადამიანმა იცის, რომ ნამდვილად ეს სიტყვები არსებობს და ამის არ დაშვება, ვფიქრობ ძალიან არასამართლიანია ჩვენს ანუ თქვენ ისიც თქვით, რომ ინტერნეტში ვთქვათ, ვინც ინგლისური იცის, ნახეთ ტექსტი და აქ არაფერი პოლიტიკური არ არის. არა, მაგას თავი დავანებოთ, ელემენტარული რაღაც არის, არანაირ ახსნა განმარტებას არ გვაძლევს. ამ შემთხვევაში იდეю, რომ რომელიმე ფრაზა ან კონკრეტულად რომელიმე სიტყვა იყოს ისა რა ქვია რა, ამოსაღები ან გამოსაცვლელი პირდაპირ ითხოვენ ტექსტის გამოსვლას. გასაგებია, მაგრამ მიგეთ თქვენ თქვით, რომ არ შევცვლით ტექსტი, მაგრამ ამ შინაარსით თქვენ ეს კი მაინც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გზავნი ლიდო ამ სიმღერაში, რაც პირდაპირ გაიგო რუსეთს მარკეტინგულ გამოთვლას, ჩვენ გავაკეთეთ მარკეტინგული ასეთი ფიშკა მოვიფიქრეთ, ხო ჩვენ ხო პროდიუსერები ვართ. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმის დაკვეთით, გაკეთდა იმან ტექსტი წერა ამაზე, ნუ სასაცილო რაღაცეები ითქვა. სინამდვილეში მოგიყვებით ისტორიას, რომელიც არის სიმართლე, ჩემთან სახში ვიჯექით კახა და როდესაც გადავწყვიტეთ, რომ უნდა მიგვიღო მონაწილეობა, ანუ თქვით რა ვქნათ და ჩვენ მეგობარი იყო ესეთი რაღაცა, რომ როცა გადაწყდა, რომ მონაწილეობას იღებს, ხო, საქართველოს. შესაბამისად პირველმა არხმა დაიბარა ყველა პროდიუსერი საქართველოში არსებული. და ჩვენ როცა ვიჯექით მაშინ სახში გააგზავნე ჩვენ გადაწყვეტილებას. ჩვენ დაგვიბარეს და გითხრეს, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ წელს საქართველოს ღებულობს მონაწილეობას. ჩვენთვის ეს ერთგვარად მიუღებელი იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ყველას რეები გადავიტანეთ აგვისტოში. ანუ თქვენ ემხრობოდით იმ მოსაზრებას, თქვა საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ საერთოდ არ უნდა მიგოღო პროტესტის. ჩვენ ამ აზრის მომხრენი ვიყავით და ეს ჩვენი სიმღერა ზუსტად მაგას ნიშნავდა. იმიტომ რომ აქ ჩვენ კი არ წავედით ჩვენ პერფორმანსის გამოსაჩენად. ნუ კი შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში ეს მომენტიც იგრძნებოდა, მაგრამ თავარი იყო ის, რომ ჩვენ არ გვინდოდა, რომ საქართველოსდან ჩასულიყო ადამიანი და ემღერა ვარდებზე და მტრედებზე და მსგავსი რაღაცეები ყოფილიყო. ანუ ჩვენი თვითმიზანი იყო, რომ რაღაცა ისეთი მოგვეფიქრებინა. ანუ მას შემდეგ, როცა ისეთმა ადამიანებმა საქართველოში ძალიან ღირებულმა, შემოქმედმა ადამიანებმა უარი თქვეს საერთოდ მონაწილეობაზე, რამე კონცერტებში ან რამე საერთოდ მსგავს ხელოვნებასთან დაკავშირებულ თუნდაც შეკრებებზე, ხო? უარი ითქვა საქართველოსთან, არ წავიდა ძალიან ბევრი ადამიანი, არ ჩაატარა თავისი სპექტაკლი, იქნებოდა ფილმი, არა ჩვენა კონცერტი. რუსეთში, ხო, არ წავიდა კონცერტები, არ ჩაატარა. არ ჩაატარა ისეთმა ღირებულმა საქართველოსთვის ადამიანებმა თავისი კონცერტები, რომ ხა ჩვენ კიდევ ბევრი რამ ცხოვრებაში უნდა გავაკეთოთ და ვისწავლოთ შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, ასე რომ ფორმა უნდა ყოფილიყო მსგავსი. ანუ პროგია პროტესტის წელი და მონაწილეობის. იმიტომ რომ შემოქმედება არის, დავამთავრებ ხო უკაცრავად, შემოქმედება არის ელემენტარულად თავისუფალი, ისევე როგორც ჟურნალისტიკა და საერთოდ რეალობა აისახება შემოქმედ ადამიანზე და საერთოდ შემოქმედებაზე რა და იმ პერიოდში ანუ ბადებს რაღაცა ვთქვათ მსგავს
მსგავს ეს იქნება ფორმატ, ეს იქნება პროტესტის ფორმატ, თუ რა იქნება, ასე შემდეგ. რა აქედან გამომდინარე. და ასევე ანუ დაურეკეთ ჩვენ რომ ვიჯექით ფიქრობდით რა გვქონდა, დაურეკეთ დათო დოიაშვილს, რომელსაც ეკუთვნის უამრავი ესეთი ეპატაჟური იდეა, ანუ დაურეკეთ როგორც მეგობარს და რაღაც ბრეინსტორმინგივით გავაკეთეთ შემოქმედებითი ხალხის და აი ზუსტად ერთად მოიფიქრეთ ეს თქო. კარგი, თქვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოხვედით ლონდონიდან კლიპის გადაღებას დაიწყო, მაგრამ ამ თემებზე მოდით რამდენიმე წუთში ვისაუბროთ და ბატონ გიორგის მივცეთ სიტყვა, რომელიც ასე ვთქვათ რუსული გავლენის გამო საკმაოდ დაზარალდა, თუ შეიძლება დაზარალება ითქვას, რადგან ჩვენთვის ცნობილია რომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა თქვენმა ფილმმა და ფაქტურად გრან-პრი თქვენს ფილმს ეკუთვნოდა და ჟიურის გადაწყვეტილება ასეთი იყო. დეტალები ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ მოდით მაყურებელს რომ მოუყვეთ, რა მოხდა სერბეთში ამ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ქართული ფილმი გაღმა ნაპირი თქვენი იყო წარმოდგენილი. ანუ რა მოხდა იმ ღამით, როდესაც თქვენ შეგატყობინეს რომ გრან-პრი მიღებული გაქვთ? როგორც იცით, ბელგრადის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა ფილმი გაღმა ნაპირი, ეს იყო საკონკურსო პროგრამა. კონკურსში მონაწილეობდა 9 ფილმი და გაიცემოდა ერთი მთავარი პრიზი. ეს საერთოდ ასეთი ტრადიცია ამ ფესტივალზე ყოველთვის არის ერთი პრიზი. მხოლოდ გრან-პრი. ხო, მთავარი პრიზი. პროგნოზებიც და დამოკიდებულებაც, ემოციებიც, შეფასებებიც, პირდაპირ ჩვენთან მოსვლები და მოლოცვები იყო ასეთი, რომ პრიზს ღებულობდა ფილმი გაღმა ნაპირი. მხოლოდ იმ ღამეს, როდესაც ჟიური შეიკრიბა გადაწყვეტილების მისაღებად, მეორე დილით მოულოდნელად ყველამ ასე ვთქვათ თვალები დახარა დილიდანვე და უკვე ჩვენთან გარკვეულწილად დისტანცირება მოხდა. მე ძალიან გამიკვირდა ამის გამო და სადღაც შუადღით უკვე შეგვატყობინეს, რომ იცით რა, თქვენ მიიღეთ ჟიურის სპეციალური პრიზი, მაგრამ რომელიც არ არსებობდა, ამიტომ რომ მომხდარიყო გარკვეული გამოსავალი, რომ ეპოვათ, იმ ღამეს გადაწყვიტეს შეექმნათ ასე ვთქვათ ახალი პრიზი. სხვადასხვა ამ პრიზზე მე რამდენადაც ვიცი, მხოლოდ რუსი წევრის ხელმოწერაა ჟიურის, ანუ ეს იყო ერთგვარი პროტესტი ისევ ჟიურის მხრიდან. დიახ, როგორც გითხარით, ჩვენ არა მარტო ვთქვათ ორგანიზატორების გამღებულობდით ასეთ მოლოცვებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოლოცვებს ვღებულობდით ჟიურის წევრებისგან, რომელიც პრაქტიკულად მიღებული არ არის. მე თვითონაც გაოცებული ვიყავი, მაგრამ ემოციები იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენ მივიღეთ ასეთი მოლოცვები, მე და თედომ. და ეს პრიზი, რომელიც ნამდვილად იმ ღამეს შეიქმნა, დაფიქსირდა მასზე მხოლოდ ჟიურის რუსი წევრის ხელმოწერა. სხვა ხელმოწერები. ანუ მათ უარი თქვა სხვა ხელმოწერაზე ამას ნიშნავს. ხელმოწერები არ არის სხვა. ეს არის სპეციალური პრიზი, რომელზეც ასევე წერია, რომ ეს არის კონკურსის საუკეთესო ფილმი, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრიზი. ბატონ გიორგი, თქვენ ფილმს ამ ფესტივალზე არაერთხელ უწოდეს ანტირუსული. აქ არის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვის ისტორია, რომელსაც თამაშობს და მთავარი გმირი არის თედო ბექაური. ფიქრობთ, რომ სწორედ ამის გამო, რომ ეს უკეთ ანტირუსული, ასე ვთქვათ, გზავნილი მართლა არის ამ ფილმში და ვთქვათ, სიუჟეტი იძლევა ამის საშუალებას, რომ მაყურებელს ეშთაბეჭდილება დარჩეს. გარკვეულწილად ასეთი მე არ მინახავს ეს ფილმი სამწუხაროდ გუშინ იყო დახურული ჩვენება თუ არ ვწდები თბილისში უკვე. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბერლინში გაიჟღერა, არა მაღალ დონეზე, მაგრამ გაიჟღერა, რომ ფილმი იყო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, რასაკვირველია, მე ამ აზრს არ ვიზიარებ, მაგრამ როდესაც ჩვენ ბელგრადში ჩავედით და მეორე დღეს გქონდა პრესის ჩვენების შემდეგ პრესკონფერენცია, იმ დღესვე უკვე პრესკონფერენციაზე ძალიან სერიოზულად გაჟღერდა ეს თემა და ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა შეეცადნენ, რომ ამ ჭრილში გადაეტანათ ფილმი. ანუ ასეა წარმოჩენილი რუსეთის როლიც, მე თქვენ როგორც უკვე ავტორს გეკითხებით ამ ფილმში. ეს ფილმი აბსოლუტურად აპოლიტიკური ფილმია. მე როგორც ავტორი ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასეთი რწმენით, ასეთი დამოკიდებულებით გავაკეთეთ. ფილმი არის უბრალოდ იმ რეალობაზე, რომელიც რეალურად მოხდა და აქ არის რა თქმა უნდა ის მხარე, რომელიც რეალურად იყო მხარე ამ ორ ხალხს შორის ჩამდგარი. და ეს არის ფილმში ასეც ანაჩვენები, რომ არის ძალა, ამ შემთხვევაში რუსულად მოსაუბრე ჯარისკაცები. მე მგონი მამა იპოვოს აფხაზეთში. როდესაც თედო ცდილობს რომ გადავიდეს ენგურის ხიდზე,
ძალა, რომელიც დგას შუაში, ეს არის ცისფერჩაფხუტიანები, რომლებიც რუსულად საუბრობენ და რომლებიც კლავენ სრულიად უდანაშაულო იქ ერთ მეგრელ ახალგაზრდას. თედო ორი სიტყვით თუ შეიძლება თქვა შენი ემოცია გადმოგცე, როდესაც მსგავს გმირს ასრულებთ, ან ჩვენ იქ ვნახეთ იგივე ბერლინალის კადრებში, სადაც თქვენი ფილმი ასევე იყო ასე საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი, ავტოგრაფებს გართმევდნენ იქ და საკმაოდ პოპულარული იყო შენი დებიუტი. ანუ როგორ გაიხსენებ იგივე ფილმის გადაღებებს და იგივე გავს თუ არა თქვა იმ ადამიანის ცხოვრება, ვისაც ჩვენ განასახიერებ, რაიმეთი ვთქვა ჩემი როლი გავს ვფიქრობ ეს აფხაზეთის იყო ვფიქრობ იყო ერთი ბავშვი როგორც იძახიან არ ვიცი მაგრამ როგორც იძახიან ბევრი იძახეს ჩემთან რო იყო და არ ვიცი დაზუსტებით იყო თუ არ იყო მაგრამ ანუ იცი რა დაბატონ გიორგი თქო რომ მიეხმაროთ რომ იგივე თედო მე ვიცი ეს გადაღებები მოკლედ თქვენ გქონდათ სურვილი რომ იგივე აფხაზეთში გამართულიყო თვითონ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდარიყო გქონდათ მოლაპარაკებები თქვა აფხაზურ მხარესთანაც მაგრამ გარანტიები ვერ მიიღეთ უსაფრთხოების როგორ მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკებები და იგივე თქვა თედოსთვის ამდენად უსაფრთხო იყო იქ გადასვლა სწორედ ამიტომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება თუ მთელი ჯგუფისგან ჩვენ მქონდა ძალიან დიდი მცდელობები ფილმის გადაღებებამდე რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი რომ მე ამას მივახცევდი. სხვანაირად მე არც წარმომედგინა ამ ფილმის გადაღება. მე ვთვლიდი თავიდანვე რომ ის ნაწილი რომელიც ფილმში აფხაზეთში ხდება ენგურის გაღმა უნდა გადაგვეყო. ასევე თითქმის გადაწყვეტილი მქონდა რომ იმ როლებში ვინც აფხაზების როლებში აფხაზ მსახიობებს უნდა ეთამაშათ. თუმცა ჩვენი დიდი მცდელობების შემდეგ მე მივხვდი რომ მე შევეჭიდე რაღაც ძალიან რთულს და წარმოუდგენელს. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ მოსკოვის გავლით იმ დროს თვითონ აფხაზეთში გარკვეული თანხმობები მივიღეთ გარკვეული მაგრამ მივიღეთ ასევე თანხმობა არაოფიციალური რომ ჩვენ შეგვეძლო გალის რაიონში დინარეზე გადასვლა და იქ გადაღებებს წარმოებდა მაგრამ ამასთანავე ჩვენ არ გვექნებოდა არანაირი უსაფრთხოების გარანტიები. და ამიტომ რასაკვირველია, ეს ნიშნავდა დაახლოებით 30-40 კაციანი ჯგუფით გადასვლას იმ ტერიტორიაზე, რომელიც იყო ინტერნაციონალური ჯგუფი, იყვნენ უცხოელები, ეს ნიშნავდა ვიღაცის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას. კარგი, დიდი მადლობა. მე ისე მინდა მივუბრუნდე კახას და სტეფანის, თქვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოხვედით ლონდონიდან, ცოტა დრო გრჩება და მინდა მოვასწრო, თქვენს კლიპზე კითხვის დასმაც არის თუ არა აი ამ კლიპის შინაარსიც, ასე ვთქვათ, ერთგვარად პოლიტიკური, ანუ ის გზავნილი რაც იდო ამ ტექსტში როგორია და მე მაყურებელს ვეთქვი რომ მე მგონი გვაქვს საშუალება პირველად ფრაგმენტები მაინც ვიხილოთ იმ კლიპიდან რომლის პრეზენტაციას მგონი 16 მარტს არის დასრულებული ხო აბსოლუტურად რომელზეც გამოსახულება რა თქმა უნდა ეგ არ იქნება რაც შეეხება შინაარსს აი ხედავთ ალბათ პოლიტიკურია აბსოლუტურად აპოლიტიკურია უფრო სასაცილოა იმიტომ რომ თქვა და იმ ქვეტექსტზე რის გამოც არა გარდა ამ კლიპის ჩვენ იქ ჩავწერეთ ეს სიმღერა თავიდან იმიტომ რომ ლონდონში მოგეხსენებათ რომ მთელი მსოფლიო ჩავდის სიმღერის თავიდან გასაკეთებლად როდესაც აპირებენ დიდ ბაზარზე გასვლას და იქ მუსიკალური პროდიუსერები რომლებიც იმყოფებოდნენ ანუ ძალიან დიდი იმედი აქვთ ამ სიმღერის შესაბამისად ჩვენ გვეხმარებიან დასავლეთიდან ძალიან ანუ აპირებთ რომელიმე იგივე ევროპულ არხთან თანამშრომლობას თუ იყოს შემოთავაზება ამ კლიპის ასე ვთქვათ გაშვებას დასავლურ არხებზე მოკლე პასუხი რა არის ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინტერვიუები რუსულ არხებთანაც კი ანუ უფრო რადიოებთან რა თქმა უნდა სადაც ამაზე ძალიან დიდი საუბარი მიდის და საერთოდ ერთ-ერთი კი არის და მე მგონი რომ ყველაზე უფრო ხმაურიანი პროექტია მთელ ევროვიზიაზე და შესაბამისად ძალიან ბევრი ქვეყანა არის დაინტერესებული ამ ჯგუფის არსებობით ამ საერთოდ სამომავლო გეგმებით და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ გვაქვს უკრაინაშიც პრიბალტიკაში რამოდენიმე ქვეყანაში უკვე მიწვევები ჩვენ ახლა გვაქვს პერიოდი შემოქმედებითი ანუ პირველ რიგში ჩვენ მინდა ეს კლიპი წარმოვადგინოთ საქართველოში და წარმოვადგინოთ ასევე დადგმა რომელიც გვინდოდა ჩვენი გაგვეტანა როგ გვეჩვენებია
საერთოდ ვაჩვენოთ ყველას ჯერ აქ და შესაბამისად მე ყველას დაფიქსირდეს რომ ეს აბსოლუტურად აპოლიტიკური ნომერი იყო ანუ დადგმა იქ გასატანი იმიტომ რომ ჩვენ ამის საშუალებაც პრინციპში არ მოგვეცა რომ ან კლიპი ან დასრულებული სიმღერა ან საშუალებები მოგცეს იმისი რომ ეს სიმღერა გახდეს ძალიან პოპულარული ნამდვილად იმიტომ რომ უკვე საკმაოდ ბევრი ქვეყანა და ადამიანი დაინტერესდა თქო ძალიან ბევრი მოწვევები გვაქვს ეხლა დაახლოებით 10 აპრილიდან იგეგმება ძალიან სერიოზული ტურნე და ასე შემდეგ დიდი მადლობა ძალიან მოკლედ ბოლო კითხვა რადგან ხელოვნება და პოლიტიკა ერქვა ჩვენს ამ ნაწილს ბატონო გიორგი თქვენთან მექნება როგორც რეჟისორთან უკვე ეს კითხვა რომ რუსეთმა ანტიქართული განწყობის შესაქმნელად ომის შემდეგ არაერთხელ სცადა კინოს გამოყენება იყო საუბარი იგივე კუსტურიცას და მოლაპარაკებებზე რომ გადაეღო ამ ომზე თქვენი ბოლო პასუხი და მოკლედ როგორ უნდა იყოს ამ დროს ხელოვანების როლი ანუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის რომ თქვა პოლიტიკა ესე ღრმად არ შეიჭრას ხელოვნებაში მე ვფიქრობ როგორც რეჟისორი და როგორც შემოქმედი ადამიანი იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება და მე ვთვლი რომ ეს საომარ მდგომარეობაში ვართ ყველამ უნდა ჩვენი საქმით გარკვეულწილად მიუძღვნათ ჩვენი სამუშაო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნის დაცვას აი ამ სიტუაციაში რა ხელოვნებაში ასახვა ჩვენ ახლა ვაკეთებთ ძალიან დიდ პროექტს რომელიც მალე იწყება პროექტის ხელმძღვანელი არის პროდიუსერი ქეთი გალდავაძე ეს არის ციკლი დოკუმენტური ფილმებისა და მხატვრული ფილმებისა რომელშიც ჩართული არიან უცხო ქვეყნის პროდიუსერებიც და ჩვენ მალე გავახმოვანებთ ამ პროექტის დაწყებას დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ჩვენ რა მოიწურა თქვენც და თქვენ კინოხელოვნებაში თქვენს ასე ვთქვათ მუსიკალურ პროტესტში ამ შემთხვევაში მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩემი გადაცემის სტუმრები იყვნენ სტეფანე მღევრიშვილი, კახა ცისკარიძე, გიორგი ვაშვილი და თედო ბექაური ჩვენ რა მოიწურა დიდი მადლობა მომავალ პარასკევს ჩვენ კვლავ შევხვდებით ამ სტუდიაში ერთმანეთს ნახვამდის